მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო, ქართულ ოცნებამ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონიდან მთელი რიგი მუხლების ამოღება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად რეგულირება ხდება. უქმდება კანონის ნორმა, რომლის მიხედვით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის და მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს. ასევე უქმდება კანონის ის ჩანაწერიც, რომლის გათვალისწინებით დაუშვებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო. მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი გახდეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის ამოქმედების შედეგად ცილისწამების თაობაზე დავების განხილვის და საქართველოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება. ხოლო მოსარჩელი, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება. თია წულუკიანმა განხილვების დროს საერთოდ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ცილისწამების კრიმინალიზება თუ არ მოხდება, დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნება რაღაც საქმეებთან დაკავშირებითო. ასევე ვიცით, რომ უამრავი შეზღუდვა შემოვიდა სასამართლო დაკავშირებით, მთავარი რაც არის ის, რომ სასამართლოში გადაღებები, აიკრძალება, ფოტო-ვიდეო გადაღება შეიძლება დღეს იყო ბოლო დღე, როცა სასამართლოზე შევიდნენ ჩემი კოლეგები და გადაიღეს იქ რაც ხდებოდა. იცით, რომ ადრე ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა აკრძალული სასამართლო პროცესების გაშუქება და შემდეგ ოცნებამ ეს დააბრუნა და განაცხადა, ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. დღეს კი გვეუბნებია, რომ არა, თურმე ცუდი ყოფილა სასამართლოზე გადაღებები და ისე უნდა გაუქმდეს. იცით, რომ იხილება აქციაზე დაკავებული პირების საქმეები დღეს და მათ მოსამართლემ გადაუწყვიტა, რომ დაუნიშნოს სახაზინო ადვოკატები, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ყავს თავისი ადვოკატი, მათი ნების წინააღმდეგ. დღეს სახაზინო ადვოკატები სასამართლო პროცესზე ითხოვდნენ, რომ არ ჩვენ არ გვინდა ამ პროცესში მონაწილეობა და იქნებ გაგვიშვათო და მოსამართლემ არაო კიდა თუ არ გინდათ უნდა იყოს. მოკლედ ასეთი ვითარება ამიმართულებით ამ ფონზე იცით რომ მუშაობს საგამოძიებო კომისია, რომელიც თავიდან შექმნილი იყო ნაციონალური მოძრაობის საქმეების შესასწავლად და დღეს უკვე ლელოს და ახარიას და ასე შემდეგ სხვა პარტიების ლიდერებს შეეხო და ისინი არიან და იყვნენ დაბარებულები ამ კომისიაზე. გუშინ საერთოდ გითხრეს, რომ სტრასბურგში ვინც აქტიურობდა ოპოზიციის მხრიდან და კულუარებში იქნებოდა თუ სხვაგან საუბრობდა იმის შესახებ, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო, ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ამ კომისიაზე დაბარებულები. ამის პარალელურად კი სტრასბურგში დღეს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხის განხილვა იქნება. ნახოთ იქ რა რეზოლუციას მიიღებენ. მანამდე კი ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემებზე. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ირაკლი მელაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი. გადაცემის მეორე ნაწილში ნინო კალანდაძე შემოგვიერთება. მივესალმები პირველ სტუმარს, გამარჯობა ადონ ირაკლი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რას ფიქრობთ აი ამ დავიწყოთ ამ კანონმდებლობების გამკაცრებით, ყველა მიმართულებით. ეხლა თქვენ შემოსავლით კარგად გახსოვთ ნაციონალური მოძრაობის დროს რა ხდებოდა, სასამართლოზე როგორ აკრძალეს გადაღება და ოცნება მერე როგორ დააბრუნა ზარზეიმით. მე მგონი თქვენ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყავით, როცა ეს გადაღებები დააბრუნეს. ხო და ნუ აი სიტყვის თავისუფლების მხრივ რაც ხდება და ასე შემდეგ. როგორ შეაფასებთ, რისი მიღწევა შეუძლია ამით ხელისუფლებას, როგორ გონიათ? არაფერი იცდილობთ ჩაკეტოს ერთხელ პოლიტიკური სივრცე და მეორე მხრივ რაც კი შესაძლებელია ამ ინტერნეტის ეპოქაში მაქსიმალურად ჩაკეტოს საინფორმაციო წყაროები, რომლითაც საზოგადოებამ შეიძლება მიიღოს ხელისუფლებისათვის არასასურველი ინფორმაცია. ეს ერთი თემა არის, როდესაც აი სასამართლოზე ვლაპარაკობთ, რაც შეეხება ის, რაც ზოგადად სიტყვის თავისუფლების კუთხით ხდება, ძალიან მარტივი რამ არის, ხო? აი თითქოს თან ადამიანებზე თამაშობს ცილისწამება, ცილისწამებას უნდა დაისაჯოს კაცი, აბა რა უნდა მოხდეს კაცო? მაგრამ ახლა თუ ადამიანი ვერ ერკვევა, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ პროცესებში, ის სანამ თვითონ არ შეეფეთება, ვერ დაინახავს იმას, რომ არასასამართლო
არათავისუფალი სასამართლოს პირობებში ნებისმიერი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ შეიძლება იქნას აქუული როგორც ცილისწამება და სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება. დღეს ვიღაცას თუ მიაჩნია რომ პრორუსულ პოლიტიკას ატარებს მაგალითად და მე და შემთხვით ეს თუ იჩივლა ხელისუფლება ამაზე სასამართლოზე ჩემთვის იქნება მტკიცება, ხო? მე ვიტყვი რომ ამის და ამის გამო მიმაჩნია რომ ეს პოლიტიკა არის პრორუსული. სასამართლო იტყვის რომ არ არის პრორუსული და შენ ხარ ცილისწამებელი. ანუ მიდის თავის დაცვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რომ თავი დაიცვან კრიტიკისაგან. და დააშინონ ყველა ვინც კრიტიკულას გამოთქვავს, იმიტომ ნებისმიერი შეიძლება უფრო რაღაცა ფაქტების დაბრალება შეეხოს, ნუ კანონმდებლობაში აქამდე ასე იყო. იმედი აზრის გამოთქმას არ შეეხება. აზრის გამოთქმასაც ეხება ფაქტობრივად უკვე, რასაც აკეთებს ხო ხელისუფლება. მაგალითად, როდესაც პოსტებისათვის ადამიანების შეურაცხყოფის მიმართ. რატომ? ეხლა რასაც შეურაცხყოფა არის რაშაფლე შეურაცხყოფა მეორე საკითხი. ზარქუასთვის არის შეურაცხყოფა, როდესაც ირაკლი მელაშვილი იტყვის, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულ პოზიციას როგორ მე შეურაცხყოფილი ვარ, ხო? ანუ ეს ძალიან შორს შეიძლება წავიდეს. და ყველაფერს რაც აკეთებს ხელისუფლება, ახლა ეს არის რომ დაიცვას თავი კრიტიკისაგან. ანუ პირდაპირ კი არ აკრძალოს ოპოზიციური მედიები ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ისულობს რომ ოპოზიციურ მედიებს აუკრძალოს კრიტიკული აზრის გამოთქმა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში უსამართლო სასამართლოს პირობებში მოსაზრებასა და ფაქტ შორის გარჩევა იქნება ხელისუფლების სასარგებლოდ. მე მოსაზრება გამოვთქვი თუ შენ აღიქვი ეს როგორც მოსამართლემ აღიქვა ახლა გალუსტაშვილი იტყვის რომ ეს არის ცილისწამება მოსამართლე. მის ხელში ადგება და მოგიჟის. და მე შენ უნდა წახვიდე და ამტკიცო რომ არ არის ეს და უნდა წახვიდე ევროპის სასამართლოში, უნდა იდაო და იქ უნდა მიაღწიო. ირაკლი კობახიძემ თქვა დღეს შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ყველა მანკიერ გამოვლინებას უნდა დაუპირისპირდეთ. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა. საზოგადოების უზრდელობასა დაპირისპირება თუ უნდა უზრდელობას არ ებრძვიან იმითი კანონებით ახლა ეგ სიგიჟი არის საერთოდ, მაგრამ სინამდვილეში აი ამ თითქოს სწორი რაღაცეების უკან ხო უზრდელობას უნდა დაუკავშიროთ ცილისწამებას. სინამდვილეში ხდება ერთ-ერთი რამ, რომ კანონებით მიხვდება ისეთი რაღაცეების მიღება, რომელიც მათი აზრით დაიცავს ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს იმ აზრებისაგან, საწინააღმდეგო აზრებისაგან, რომელიც მაწინააღმდეგ გამოთქვამენ მოქალაქეები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასხვაობა იქნება მოსაზრებასა და ფაქტ შორის, იქნება მოსამართლე გალუსტაშვილზე დამოკიდებული. სიტყვაზე ვიძახე, ახლა კი არ გადავეკიდე, უბრალოდ ახლა ვკითხულობდი, რომ დღესაც კიდევ ვიღაცა გააგდო სასამართლოდან, ხო? სხდომის დარბაზიდან. და ამ მოსამართლემ დაუნიშნა ძალით სახაზინო ადვოკატი. ხო, ნუ ძალით გინიშნავენ, მაგრამ სოფლიოში ვერავინ ვერ წარმოიდგენს ამას, რომ ძალით ადვოკატი ყავს და მე შენ გინიშნავ ამ დროს სახაზინო ადვოკატს, ხო, რატო? სულ სახელმწიფო თანხების პლანო არის ისე. ხო, უბრალოდ ზოგადად აი პოლიტიკურად რო შევაფასოთ ახლა ეს ყველაფერი, რასაც ოცნება აკეთებს ამ ბოლო პერიოდში. ხო, თითქოს აი კობახიძე რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, მას მერე უფრო წავიდა ყველაფრის გამკაცება. გარდა ამისა და მის ხელში წავიდა ძალაუფლების კონსოლიდირება, ჩვენ ხედავთ, ხო? ფაქტობრივად ყველა თანამდებობაზე უკვე მისი კადრი დაინიშნა და აი რა პროცესს ვადევნებთ ახლა თვალყურს. აი იგივე 2012-ში, 2013-ში წარმოიდგენით, რომ ასეთ ხელისუფლებას უჭერდით მხარს, ან ასეთ ხელისუფლებაში იყავით თავად. ეხლა ნაცები ამბობენ, რომ ჩვენ მაშინაც ხო დავფრთხილებით, რომ რუსები არიანო და თქვენ თავისთვის მოგევლოთ და ის არ გაკეთებინათ, რაც აკეთებთქო და არ მოხდებოდა 2012-თქო რა, იმათო ვერაფერი ვერ გაიგეს კიდე. დღესაც პრეტენზია აქვს თურმე რატო ებრძოდი, როდესაც სასამართლო მოსწეს, თვითმმართველობა მოსწეს, ხონებას ახევდნენ ბიზნესმენებს, ადამიანის უფლებებს არ ყვნენ, რა არ აკეთეს და თურმე კიდე რატო ეწინააღმდეგებოდი, კაი შეინჭირი. იმიტომ არის კარგად მაგათ საქმე 30%-ნა საკუთარი პარტია 8%-ზე დაიყვანეს. რომ გაჭერდებოდა უკეთესი იქნება ის. და მაგრამ აი ახლა რა მოხდა? არაფერი ახლა მივდივართ აქამდე სულ ამბობდით ხოლმე საქართველოში, რომ აი როგორი სახის დემოკრატია შეფასებას ვაპუკეთებდით, როგორი სახის დემოკრატია ხო?
ეხლა ამათ ლაპარაკი აღარ არის ჩვენ ყველა ვაკეთებ შეფასებას რა ტიპის ავტორიტარიზმი გვაქვს რბილი ძლიერი აქ იმაშვებით ხო სად ვიქნებით აზერბაიჯანი ბელორუსი შუა აზია აი აქ ვტრიალებთ მაშინ როდესაც ვტრიალებდით იქითკენ ხო აღმოსავლეთ ევროპას უფრო მეტად უახლოვდებით სადაც ჩვენ მოლდოვა უკრაინა იქითკენ ვიდეოთ ეხლა წავედით აქითკენ ხო უზბეკეთი აზერბაიჯანი სადღაც აი ამ სივრცეში ვტრიალებთ ავტორიტარული რეჟიმის ფორმირება მიდის ქვეყანაში. არ ვემხრობი თავიდან ძალიან ოპტიმისტურ აზრებს, რომ საქართველოში შეუძლებელია ყველა ქვეყანაში. მოხდეს, თუ კი საზოგადოება დაიძინებს და თუ კი ოპოზიცია არაადეკვატური იქნება. ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია და ხელისუფლება იყენებს ახლა თავარი სისუსტე ჩემი აზრით, რასაც იყენებს ხელისუფლება არის ის, რომ საზოგადოებაში არ არის ნდობა, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს არის ყველაზე მძიმე პრობლემა. საქართველოში სულ ამბობ მაგას ხელისუფლებები იცვლებოდა არა მაშინ, როდესაც ხელისუფლება არაპოპულარული იყო. არაპოპულარული იყო შევარდნაძე 99 წელს არაპოპულარული იყო. მიშა 2008-ში არ იცვლება ხელისუფლება მხოლოდ არაპოპულარობის გამო. ჩვენი საზოგადოება ასე არის მოწყობილი და ალბათ მთელ მსოფლიოში ყველა. მას უნდა კონდეს იმედი. ის უნდა ხედავდეს ძალას, რომელიც მზად იქნება რაღაცა სიკეთე მოუტანოს ქვეყანას და უკეთესობა დაანახოს. ჯერჯერობით აი რო უყურებს ამ ოპოზიციას, რაც ხდება ერთმანეთის ლანძღვაგინება, აი ამ მომენტშიც კი ყველაზე დიდი გაჭირვების მომენტში, როდესაც მარტო ქვეყანას რო თავი გამონებათ, მათი ყოფნის საკითხი დგას, ხო? აქაც კი ვერ ხდება შეთანხმება. და მაინც ვერ თანხმდებიან ხა არჩევნების დღეზე ისევ იგივე საგობელი. ხო, ნახევარი მიდის, ნახევარი არ მიდის. ხო, ამიტომ ყველა ცუდი სცენარით მიდის ჯერჯერობით, ხო? ხო, მაგრამ ოპოზიციის თემა ერთი არის, მაგრამ აი ხელისუფლება ამაზე მიდის, ხო ხა? მიდის რა თქმა უნდა. ყველას იჭერს, ხო? კი ამბობენ რომ თავად დაიჭირეს თავიო, მაგრამ კანონი იძლეოდა საშუალებას რომ დაეჯარიმებინათ ეს პოლიტიკოსები და არ დაეჭირათ. მათ აირჩიეს რომ დაეჭირათ. შესაბამისად, ანუ კიდე ერთხელ მინდა ეს ამას ხაზი გაუსვა ეს რაღაც თითქოს ირაკლი კობახიძის ხელში მოხდა ამ ყველაფრის კონსოლიდირება რას ვადენთ ან ივანიშვილი გადის ნელ-ნელა თამაშიდან რაღაც მემკვიდრეს გვიტოვებს მისი სახით თუ რა პროცესს ვადებთ თქვენ ქვეყანაში სადაც დემოკრატიული ინსტიტუტებზე მეტად მუშაობს პიროვნული ფაქტორები იქ რა თქმა უნდა ამ პიროვნულ ფაქტორებს მაგალითად ბოროტია თუ ნაკლებად ბოროტი ადამიანი რომელიც ხელისუფლების სათავეში არის ამას აქვს ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკაზე. იმიტომ რომ რაც არ უნდა ტიპაჟი იყოს ტრამპი მას არ შეუძლია ისეთი რაღაცების გაკეთება, იმიტომ რომ ინსტიტუციურად არის შეკავების მექანიზმი მუშაობს. აბა შეკავების მექანიზმი არ მუშაობს. პირადი თვისებები ახლა ამდენი პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვნად განსხვავდება მაგალითად იგივე კვირიკაშვილის ან მანამდე ვინც იყო იგივე ახარიას. აკეთებენ ამას რაც აკეთებენ, ხო? ამიტომ ის ფიქრობს რომ აი ამ დაჭერებით, აი ამ სისტემური რეპრესიებით აიძულებს რაღაც ნაწილს, ვინც უარყოფითად არის ხელისუფლებისადმი განწყობილი, წავიდეს ქვეყნიდან, ქვეყანაში ძირითადად დარჩეს აი ეს მასა ადამიანების, რომლებიც არიან პენსიონერები, რომლებიც არიან ხელისუფლებაზე დამოკიდებულები, აი ამ სოციალურ დახმარებაზე და პლუს საჯარო მოხელეები, რომელსაც ეშინიათ სამსახურის დაკარგვა. მათი ამოცანა ახლა არის რომ აი შემცირდეს ესე მოსახლეობა თუ გადიან გავიდეს და ხოლო ვინც ხმას ამოიღებს ადამიანებს დაანახონ რომ დაგიჭერთ დაგაპატიმრებთ მაგრამ თუ არა და აი სოციალურ დახმარებას მოგზაურობთ შენი მცირე ბიზნესი გააკეთე მოკლედ შენი საქმე დაკავდი რაც გინდა ისკენი ოღონდ შენ არ შეეხო ჩემს ძალაუფლებას არსებობს ხო ესეთი სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვადასხვა ტრიადები არსებობს გამონათქვამები საფრანგეთის რევოლუციას თავისი ჰქონდა რუსეთს თავისი ჰქონდა ჩვენ გვაქვს ახლა მე მგონი ესეთი ტრიადა რომ სკამი ძალაუფლება და რეპრესიები ეს არის ხელისუფლების სამი რაღაცა ანუ ივანიშვილმა იდეოლოგიის კობახიძე ამაფრთხილებს ყველაზე უკეთესი შემსრულებელი და ასე ენდობა რომ აძლევს ამდენ ძალაუფლებას აძლევს ჩვენ ვეძებთ ლოგიკურ ახსნებს ყველა ქმედებაში ხელისუფლების სამწუხაროდ მე რასაც უყურებ ხელისუფლება გასულია ყოველ შემთხვევაში ის ლოგიკის საზღვარს, რომელიც მე და შენ გაგვაჩნია და უამრავ ადამიანს გააჩნია. იქ რაღაცა სხვა კატეგორიებით აზრობენ. მე რჩება საბჭოება რომ ივანიშვილი რატომღაც ამერიკელებს აბრალებს რაღაცა თემებს მის მიმართ.
და მიაჩნია რომ კობახიძე არის ის უტიფარე კაცი, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი თავის თავზე აიყოს და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე წავიდეს. საერთოდ ეს ხალხი ხო იმ ერთ-ერთი თვისებარით გამოცხადა შერჩეული ისინი აფრს არ წარმოადგენდნენ ამ სოციალურ კიბეზე. არჩევნამდე ოცნებამდე მათ არავინ არ იცნობდათ, არადროს არაფერი არ შეხვდა. თავიანთი კეთილდღეობით იყვნენ დაკავებული, მუშაობდნენ აი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელსაც ახლა აგენტებად და ათასუბედურებას აბრალებენ და ეს ხალხი მოიყვანეს დასვეს, იმიტომ რომ კარგი შემსრულებლები არიან, იმიტომ რომ იციან რომ არარაობები არიან და აქედან რომ წავიდნენ, ვერაფერს ვერ გააკეთებენ, ისევ იმ სოციალურ კიბეზე უნდა დაბრუნდნენ და იქაც ვერ დაბრუნდებიან, სადაც იყვნენ. ამიტომ იძულებული არიან რომ ბოლომდე ერთგულები იყვნენ. აი მე რჩება ესეთი შთაბეჭდილება რომ მათი უმრავლესობა ამ ხალხის აი ამ ნიშნით არის შერჩეული და ბუნებრივია ხო ასეთ ხალხს ძალიან ეშინია მოხდა ხო ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნების მე მესმის ყველაფერზე წამსვლელების გამოკრეცალება მოხდა. ეთახმებით იმ მოსაზრებას რომ ივანიშვილი აი 2012-ში ამ განზრახვით იყო მოსული რომ რუსეთის ორბიტაზე დაეტოვებინა ქვეყანა და თუ საჭირო გახდებოდა მერე წასულიყო. მე არა ვარ მარჩიელი რაღაც განზრახვით იყო მოსული ვერ გეტყვი და ვერც გულთვისნობას ვერ დავიწყებ. მე შემიძლია შევაფასო რა ხდებოდა 12-ში, 13-ში, 14-ში, 15-ში რა ხდება ეს. ამაზე შემიძლია ვიმჯეროთ. თავში ვის რა განზრახვები ქონდა, მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ძალიან სუბიექტური არის, ხო? ხო, ანუ დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ჩანს ამაზე ესე. არა, რატო შეცვალა ეს პოლიტიკა და რატო გადადგა ეს ნამდვილად ჩემთვის რაღაცეები ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგალითად არჩევნების შემდეგ, ხო, კაი არჩევნები ასე ჩატარდა, ისე ჩატარდა, საზოგადოებამ ეს გადაატარა, რო არ ყოფილიყო კობახიძის განცხადება, არცაფერი არ მოხდებოდა, ხო? არც ეს მრავალი ათასიანი აქციები გააკეთა, ხო? გადადგა ეს ნაბიჯები. რაღაცას ევაჭრება დასავლეთს. ახლა ბოლო მისი განცხადებიდან ჭაფშო ეს რაღაც არის მისი ფული, რომ შეგვხვდებით მაშინ თუ როცა ფულს დამიბრუნებთ იმისათვის, რომ ვინმე მარჩათვალოს, რომ მე ამ ფულის გამო რაღა ვხვდები ვინმე, ანუ პირიქით ფული არის ამ შემთხვევაში თავი. ანუ რა ტრიალებს ამ ადამიანის თავში ნამდვილად ვერ გეტყვი და კიდე რა დამატებითი мотиваციები არის მისი ამ ქმედებების. ბევრი ჭორი დადის, არც ერთი არაა კარგი ჭორი, მაგრამ ნუ ეს ჭორები არის, ხო, ჭორებზე ვერ დავიწყებთ ეთერებით საუბარს. მაგრამ ფაქტია, რომ მას აქვს დღეს мотиваცია, ჩემი ამდით ეს არის პირადი мотиваცია, რომ დაუპირისპირდეს დასავლეთს და კობახიძე არის ყველაზე უკეთესი შემსრულებელი, ყველაფერზე ხელის მოწერია აბსოლუტურად რაც შეიძლება იყოს. აი მე ესეთ სამეცნიერო მჩემ. ხო, ანუ ეძება და ბოლოს იპოვა. ხო, გადაარჩია. არის შანსი რომ მას დაუტოვოს, ასე ვთქვათ, როგორც მემკვიდრეს ძალაუფლება. მე კიდევ აი ვახსოვს ახლა ელცინის დროს როგორ შეირჩა, ხო, მაშინაც რამდენიმე პრემიერ-მინისტრი გამოცვალეს კირიენკო ვიღაცები და ბოლოს იპოვეს პუტინი, რომელიც თუ შემსრულებელი იყო, კარგი. იგივე პროცესი ხო არის. აი როგორც ერთი წლით ადრე ელცინის წასვლამდე ვერავინ ვერ იტყოდა რომ პუტინი იქნებოდა პრეზიდენტი. ისევე ვერავინ ვერ იტყვის ახლა რა იქნება ერთი წლის შემდეგ და რა მოვა თავში. მე სწორედ იმიტომ ვძახე, ეს არის სახელმწიფო სისტემის უბედურება, როდესაც პიროვნულ ფაქტორებზე და არა ინსტიტუციებზე არის ამდენი რამე დამოკიდებული. აი ერთი კაცი, რასაც ბოლომდება დიდი ცუთხასიათზე გაიგზავნოს და შეიძლება პრემიერი გამთავრობა გამოცვალოს, მაგალითად. ანუ ვიღაცებს ეს მოსწონს, ნუ არ ვიცი. კი ბატონო, თქვენ თქვით რომ აი ბლეფია ის რომ საქართველოში არ გამოვა ბელორუსი და ასე შემდეგ. ყველა ქვეყანაში შეიძლება გამოიყვანოს. გერმანიაში უგანათლებულეს ერში და უკულტურეს ერში გამოვიდა და იტალიაში მუსოლინი. რომ უყურებს სიცილით ყვდები ხოლმე მუსოლინიზე, რომ აი ამ კაცს როგორ შეიძლებოდა ესე დაუჯერეს, ხო, როგორ დაუჯერეს. ხო, აი ამას როგორ სახელზე აწერია აფერისტია. ანუ ხდება რა. ჩვენზე არანაკლებ ერებში მოხდა რა ასეთი ამბავი. ხო და ანუ რა პერსპექტივას ხედავთ მაშინ? გამოსავალს ხედავთ თუ ვერ ხედავთ? გამოსავალი ბევრ რამეში არის, ერთობლივ მოქმედება იქნება საჭირო ქვეყნის გარეთაც და ქვეყნისშიც. ჩემი აზრით მე მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინა-რუსეთის ომის შედეგი მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ გამოსავალს, იმიტომ რომ ივანიშვილს ჯეროდა დასაწყისში და მისი მთავრობის წევრების განცხადებებიც გვახსოვს, რომ რუსეთი ძალიან მალე გაიმარჯვებდა და ისინი ურთხოვდნენ რუსეთთან გამწვევებას. ეხლა როგორც მინდის საქმე, რუსეთის გამარჯვებას მაინც კარგი პირი არ უჩანს რუსეთისათვის და ეს ამ ადამიანებისთვის ღირებულს წარმოადგენს
არა რაიმე იდეოლოგია სხვათა შორის რაღაცაები ხელოვნური ინტელექტს გავასინჯინე ამათ იდეოლოგიურ თანხმობებზე და მე ვკითხე რაღაცა დამთხოვები ქონდა მაგალითად ვენსთან 80%-იანი დამთხოვება ქონდა ამათ განსხვავებას ამერიკის პრეზიდენტთან. თავი განსხვავება რა არის? ისინი იდეალისტები არიან და ესენი აფერისტები. დაახლოებით ესე გამოუვიდა. ხელოვნური ინტელექტის პასუხიც კარგია, მაგრამ თქვენ ახსენეთ, აი რუსეთის გამარჯვება ძალიან საიჭო გახდა ბოლო პერიოდში. კარგი პოსტი ჰქონდათ ამ თემაზე, მოდი ამით დავამთავროთ მაშინ ჩვენი საუბარი. იმიტომ რომ მართლა ბევრი რამე არის დამოკიდებული იმაზე, ამ ომში რუსეთი გამოვა გამარჯვებული თუ არ გამოვა და რატო ფიქრობთ რომ რუსეთი ვერ გამოვა? მთავარი ფაქტორი ეს არის მაინც ეკონომიკური ფაქტორი, იმიტომ რომ უზარმაზარი კრიზისია დაწყებული უკვე და აი ახლა სანქტ-პეტერბურგში ფორუმი იყო და ძალიან საინტერესო რაღაცები ხდებოდა. პუტინი გამოვიდა და თქვა რომ ყველაზე მაგარი ქვეყანა არის და მე მინისტრებმა დაიწყეს გამოსვლა და იმისთან ეს ლაპარაკი დაიწყეს რომ ერთი თუ იცი ასეთი იქაური პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არის მაკაროვი და გამოდიოდა საშინელებები დაქცეულები ვართ ისა და ვიღაცამ გააჩერა და უკვე დასაჭერად მოვიდნენ ანუ თავის თავზე გადაობენ იმაზე რაც ხდება 3 ტრილიონი ნახევარი აქვს ბიუჯეტის დეფიციტი 4 თვეში ცოტა მეტი უნდა ქონდა მთელი წლის განმავლობაში რაც თავარია სერიოზულად შემცირებულია იარაღის მარაგები და უკრაინის არმიას მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი პრობლემები აქვს, ბუნებრივია, იმიტომ რომ 3 მაგი და 4 მაგი უპირატესობა აქვს ფიზიკურ რესურსში, ჯარისკაცების რესურსში. უკრაინის არმია დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე უკეთ შეიარაღებულია ყოველ შემთხვევაში, ვიდრე იყო ომის დაწყებისას და რუსებს ეს შეიარაღება უთავდებათ, განსაკუთრებით ეს ეხება ტანკები, ბეტერები, საარტილერიო სისტემები, ანუ უმცირდებათ და უმცირდებათ, მათ შორის ავიაცია. ამიტომ სულ უფრო და ნაკლებად რეალური არის რუსების სწრაფი მithumetos გამარჯვება თუ ბოლო ნატოს სამჯერ შეთანხმებაც იწვევს რომ ამერიკელებმა კეთილი იმენებდეს და უკვე არა მხოლოდ ძველი აბრაამსები, არამედ ახალი ეს ბუმერათები გადასცეს ტანკები უკრაინას დიდი რაოდენობით, ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს უკვე ფრონტზე. ბატონო, ეკონომიკურ თემაში დავბრუნდით, ამ მნიშვნელოვანი არის რომ გაზი ფაქტობრივად ვეღარ ყიდის ხო ევროპაში? ხო, ევროპაში ვეღარ ყიდის და გაზი ხო ნავთობი არ არის რომ ჩაასხა ტანკერში და გაიტანო, ის გასადენებით უნდა და ეს გასადენები ყველაფერი არის ევროპაში, აზიაში არის ერთი გასადენი, აზიაში მიდის ეს სილასიბირი, რომელსაც შეუძლია აი წელს რაც ამოიღეს გაზი, იმის 5%-ის გატარება შესაძლებელია ამ გასადენში. ჩინეთს მეც ვერ წაიღებს და ეს სიმძლავრეები იმისაც რომ თხევადი სხვადასხვა შეცდომა დაუშვეს თავის დროზე რუსები და ექსპერტები ეუბნებოდნენ აი ნულოვანების ბოლოს რომ თხევადი გაზის საწარმოების აშენება დაიწყოთ, კაცო რა გვინდაო, გასადენებით გავიტანო, ეს მართლა უფრო იაფი გამოდის და უფრო დიდი მოგება რჩევა მაგ. გასადენი დაიკეტა და ეს თხევადი გაზის წარმოება არ აქვს. რაც აქვს ისიც 5-7% 10%-ზე ავიდეს ამისი გადამუშავება. ამიტომ ხო სერიოზული პრობლემა აქვს. ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ 2028-ში რო დამთავრდება ევროპა აღარ აპირებს ამათი გაზის ყიდვას და გინდა ქონია ის გაზი, გინდა არა. თან ცუდი ისაა რომ ვერ აკონსერვებენ ანუ ეს რო დახურონ, მე ამის გახსნას იმდენი რამე ჭირდება თავიდან, რომ კიდევ უფრო ვარესი არის. ამიტომ პრობლემა მართლა სერიოზული აქვს. მithumetos ტექნოლოგიურ პრობლემებზე ეს ქართლებს უბომბავენ ესენი ბოლო პერიოდში და ძალიან უჭირთ. ყველა ამ მიმართულებით ძალიან უჭირთ. ყველაზე მთავარი მაჩვენებელი არის რომ სერიოზულად შემცირდა რკინიგზის გადაზიდვები რუსეთში და რკინიგზის რკინიგზა რუსეთში არის მთავარი არტერია აი ვაჭრობის და ეკონომიკის. როცა ეს მცირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა სტაგნაციაში გადადის და რუსეთის ეკონომიკის სტაგნაცია იმ პირობებში, როდესაც სამხედრო ხარჯები იყო, შეიძლება მართლა სოციალურ აფეთქებამდე მივიდნენ. ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, არ გვიყვართ ჩვენ. ძალიან ბევრ ჩვენ ნაწილს ჩვენ საზოგადოების რაღაცა ისე მიყურებს, რომ ხო, იძახეთ ეს რუსეთს პრობლემები აქვს, მაგრამ მართლა აქვს ეს პრობლემები და თვითონ ლაპარაკობენ ამას მე არ ვუყურებ. მოგი ბატონო და ამ ფონზე ხა მედვედევი გამოდის და ამბობს რომ ევროკავშირის უკვე ჩვენთვის ისეთივე მიუღებელია როგორც ნატო. აქამდე ხო ამბობდნენ რომ აი უკრაინა ნატოში ნუ გაწევრიანდება და ევროკავშირში თუ უნდა გაწევრიანდეს. აი მაგაცის გამოვიდა მედვედევი და ევროკავშირიც მალე სამხედრო ალიანსი გახდებოდა, ამიტომ უკრაინა ევროკავშირში მაგაცის სახელით ვინ წერს კაციშვილმა არის ის რაღაცა ის მოდის ახლა იქ ამერიკაზე რაღაცა და ირანს იარაღს მივაწვით თუ ატომური იარაღს მივაწვით
მე რო გამოვიდა და ტრამპი და აბა კარგად გამაგონეთ ერთი მაგრამ რა თქო შემდეგ ეგრევე უკან დაიხია 2 საათში. არა აქვს მათ ისე მდგომარეობა რომ ასე ემუქრონ ევროკავშირს და ევროკავშირში ნელა ევროკავშირი ეგეთი არის მაგრამ ძალიან სერიოზულად ბოლო შეთანხმება რასაც მიაღწიეს ეს არის 5%-ამდე თლიანი შიდა პროდუქტის 5%-ამდე სამხედრო ხარჯების გაზრდა ეს ძალიან დიდი რიცხვი არის უკვე და რაც თავარია ევროპულმა იარაღმა 70-იანი 80-იან წლებში გამოშვებულმა იარაღმა აჩვენა რომ ის უახლეს რუსული იარაღს ჯობია ძალიან ბევრი კომპონენტი და თუ მათ დაიწყეს ახალი იარაღის გამოშვება ნუ ეს საკმაოდ სერიოზული დღევანდელ რუსეთს არ შეუძლია ეს არ არის საბჭოთა კავშირია. კი ბატონო, მადლობა დიდი განაცემაში მონაწილეობისთვის. ირაკლი მელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ახლა ილია ჭავჭავაძის ორგანიზაციის წევრი ნინო კალანდაძე შემოგვიერთება. დავბრუნდებით რამდენიმე წუთში. Așa დავბრუნდით ჩვენ ეთერში სულ ახლახან გავცემდა დიპლომატების ნაწილის განცხადება რეორგანიზაციის პროცესში ცვლილებები მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებას, ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოების თანამშრომლები. წაგიკითხავთ ციტატას ამ განცხადებიდან 2025 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები გულისხმობს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირეულ რეფორმას. მიგვაჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესში გათვალისწინებული ცვლილებები, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებების დაკნინება, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გაუქმება და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან თანამშრომლების დროზე ადრე გამოწვევა მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებასო და ბოლოში ასე მთავრდება ჩვენ ქართველი დიპლომატები ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ამ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისადმი აღნიშნულია განცხადებაში, რაღაც 20-მდე ადამიანი აწერს ხელს ამ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ზოგი საელჩოს თანამშრომელია სხვა ქვეყანაში. ნინო კალანდაძე არის ჩვენი სტუმარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. მოგესალმებით, გამარჯობა. საღამოშტოს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რა სიტყვით ამ განცხადებაზე დაგვიანებული ხარ არის საერთოდ ხმის ამოღება? პირველად კი ამოიყრის, მაგრამ როცა განცხადება მოაწერეს ხელი ევროინტეგრაციის მხარდაჭერის, მაგრამ შემდეგ თითქოს ქართველი დიპლომატები გაჩნდნენ ასე. მოგესალმებით მე რა მივესალმებით თქვენს მაყურებელს. არ ვიცი რამდენად ღირს იმაზე საუბარი რა არის დაგვიანებული, ჩემი აზრით ბევრი რამე არის დაგვიანებული. არა მხოლოდ ხმის ამოღება, არამედ ზოგადად ივანიშვილის რეჟიმისთვის დიაგნოზის დასმა, იმიტომ რომ ის რასაც დღეს ვერბალურად თუ ქმედებებით ივანიშვილი ახორციელებს, ეს იმთავითვე გეგმა იყო და რადგან ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროზე ვსაუბრობთ, გაგიმხელთ რომ ჩვენ როდესაც არჩევნების წაგების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიდიოდა, სამკვირიანი ვადა გვქონდა მაშინ რიგითი გადაბარებისთვის, ასე ვთქვათ, უწყებების და მაშინ მახსოვს რომ რაღაც საბოლოო თათბირი იყო ჩემს საკურაციო სფეროების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ვუთხარი რომ იცოდეთ რომ ხვალიდან ამ ოთახში რუსები შემოდიან თქო და ფრთხილად იყავით საიდუმლო მასალებთან და მოკლედ ფრთხილად იყავით სახელმწიფოებრივ ინფორმაციასთან, რომელიც თქვენ ხელგეწიფებათ და დააკვირდით როგორ იმუშავებთ თქო. მათთვისაც ეს სიახლე არ ყოფილა და არც მას შემდეგ რაც იქ თუ პანჯიკიძე იყო თუ ვინ იყო, ვისაც ჯერ კიდევ რაღაცნაირი ვითომ პროევროპული პოლიტიკა მიყავდათ ამ უწყებაში, ყველაზე კარგად ამ უწყებაში, ყველას ყოველთვის ძალიან კარგად ესმოდა სინამდვილეში რა რეჟიმი მოვიდა და სინამდვილეში რა მიზანს ემსახურებოდა. რიგით მოქალაქეს ეს შეიძლება არ ცოდნოდა. იმ უწყებაში ვინც მუშაობდით და იმ უწყებაში რა ინსტრუქციებითაც მუშაობდნენ ცალკეული დეპარტამენტები, რასაკვირველია მათ ყველამ და საელჩოები მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ პირველ რიგში საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციის გაუქმება იქნებოდა პრიორიტეტი, სწორედ იმიტომ რომ ეს სამინისტრო
იმისთვის იყო, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები თავიდან ეხლა აქ რო ოცნება გარეთ დაეცვათ. იმდროინდელი ოცნების წევრები რო იყვნენ თუნდაც კოალიციის. ხო, რასაკვირველია ის მხარი იყო. დავამთავრეთ DCI-FTI გავაფორმეთ, ჩვენ ვიმუშავეთ კარგად ვიზა ლიბერალიზაციაზე და ასე შემდეგ და ანუ დასაწყისში რატო იყო ეს რუსეთისკენ მიმართული. კი, ამას იტყოდნენ, მაგრამ მათ ეს იციან, რომ დასაწყისშივე ასე იყო, იმიტომ რომ სულ პირველი განცხადებები გემახსოვრებათ თქვენ ივანიშვილის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის რანგში, როდესაც ის ამბობდა, რომ საქართველოს საერთოდ არ უნდა ქონდეს ამბიციური საგარეო პოლიტიკა და საერთოდ რა საჭირო პატარა სოფლის პრინციპით საქართველოს არის პატარა სოფელი, რომელმაც თავისი ადგილი უნდა იცოდეს და პირდაპირ რუსული კლიშეებით გაჯერებული ინსტრუქციები მიდიოდა. ეს იყო განცხადებები, რომელსაც მოსახლეობა ისმენდა, მაგრამ ალბათ სათანადო შეფასებას ვერ აძლევდა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ინფორმაცია იცოდნენ და მათ უნდა ეს ცოდნოდათ. მაგრამ რასაკვირველია, ეს თანამშრომლები, რომლებმაც განცხადება დღეს გამოაქვეყნეს, არიან ის თანამშრომლები, რომლებმაც პირველად საჯაროდ გააკეთეს განცხადება იმის თაობაზე, რომ გმობენ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს აღარ დღეს ჩვენ ხედავთ ახლა საგამდე მიდის მივიდა ეს პროცესი, დაიწყო კი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით, ვიზა ლიბერალიზაციის გაფორმებით და დღეს უკვე იმის საშიშროების წინაშე დგავართ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეიძლება შეგვიჩერონ, ასევე აგერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საერთოდ დელეგაცია აღარ მიდის ფაქტობრივად ქართულ ოცნების და ამის გამო გამოძიებას იწყებენ ოპოზიციის წინააღმდეგ და ნუ აი ასეთ ვითარებაში ვართ და დღეს არის დებატები დაგეგმილი საპარლამენტო ასამბლეაში სადამდე შეიძლება მართლაც ეს პროცესი მივიდეს საბოლოოდ. ხო, რაღაც ბოროტ ექსპერიმენტში ვართ თითქოს და მე ამ პროცესების შეფასებისას განსაკუთრებულად ფხიზლად ვარ და ყველაზე ცუდ სცენარსაც წინასწარ მეტყველებ. არა იმ გაგებით, რომ ვიზა ლიბერალიზაციას აუცილებლად მალე შეგვიჩერებენ, ამას განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა არ აქვს ჩვენ პარტნიორების შიგნით, რაც კარგია, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება პირველ რიგში იქნებოდა ხალხის წინააღმდეგ მიმართული აქტი და არა რეჟიმის წინააღმდეგ. ამას ვთქვათ, იძულების ბერკეტად გამოყენებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხალხი არ გააპროტესტებდა ის, რაც ხდება, ხო? მაგრამ ამაზე მეტად როგორ უნდა აიძულო ხალხი ქუჩაში გამოდის, 200 დღე გარეთ არიან და ვისაც იმ ინფორმაციაზე წვდომა აქვს ობიექტურად რა ხდება ქვეყანაში, ის ამ პროცესებს აპროტესტებს. ამაზე მეტი ქართულ ხალხს არ შეუძლია შეშველი ხელებით ხომართალი. რასაკვირველია, ადრე უფრო მეტი გამოდიოდა, იმიტომ რომ მას შემდეგ რეპრესიულმა კანონმდებლობამ შეაფერხა ყველანაირი მოძრაობა, ფიზიკურად აჯარიმებენ ყველას, მათ შორის სტუდენტებს, ისეთი დისპროპორციული თანხებით, რომელსაც უბრალოდ ვერ გადაიხდის ვერც სტუდენტი და ვერც მათი ოჯახების სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამ რეპრესიული მექანიზმების პირობებში აქტიური პროტესტი ვეღარ ხორციელდება. მიზანიც ეს არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ აპროტესტებს, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი ევროპულ ინტეგრაციას არ იცავს, ეს არ ნიშნავს, რომ მათ იძულების ბერკეტი ჭირდებათ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააპროტესტონ. ხა ეს ფაქტია, რომ მათ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ამის გამო ბევრი დედაქალაქი თავს იკავებს, მოკლედ ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე ხელთ მაქვს მათ შორის ჩვენ პარტნიორებთან კომუნიკაციისგან. ყავს მხარდამჭერები, რომლებიც თვლიან, რომ ამით რეჟიმი დაზიანდება, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა, რომელიც ვეღარ ვითარდება ევროპული ინტეგრაციის გზით და ჰარმონიზაციის პროცესს ვეღარ გადის, მათი მოქალაქეები ვეღარ უნდა ჩამოდიოდნენ თავისუფლად და კონტროლის გარეშე იმ ქვეყნებში, რომლებსაც ისედაც მიგრაციის პრობლემები აქვს, თუმცა ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებასთან, მოკლედ ამ გადაწყვეტილების გარშემო კონსენსუსი არ არსებობს, რაც ჩვენც დამატებით დროს გვაძლევს. თუმცა მეორე გზა იყო, ვთქვათ, ესეთი დამიზნებითი სანქციები ხელისუფლების წევრებზე და ასე შემდეგ და ესეც არ გამოდის. დამიზნებითი სანქციები გამოდის, რომ ისევ კონსენსუსი არ არის უნგრეთის და სლოვაკეთის გამო. დამიზნებითი სანქციები უფრო მარტივად გამოძით ისეთ ქვეყნებს, როგორც არის დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ამას ისინი აკეთებენ კიდეც. შედარებით ნაკლებად მოქნილია ამაში ევროკავშირი, იმიტომ რომ მათთვის ერთიანობის პრინციპი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ევროპის კავშირი გულისხმობს თავისთავად ერთიანობის პრინციპზე დაფუძნებულ გაერთიანებას. მიუხედავად ამისა, ნახეთ ჩვენ რომ ორმხრივი გადაწყვეტილებები მაინც იქნა მიღებული, ანუ ბილატერალური სანქციების გადაწყვეტილების თავისუფლება მაინც მიენიჭათ ცალკეულ დედაქალაქებს და მათ შორის ისეთმა ქვეყნებმა
სისტემა მიიღეს ეს გადაწყვეტილებები კონკრეტულ მაღალჩინოსნებთან მიმართებით, როგორიც არის მაგალითად გერმანია, რომელიც მოწინავე ავანგარდშია აი ამ ერთიანობის პრინციპის არ დარღვევის. ამიტომ ეს მიზანმიმართული სანქციები არის და კიდევ იქნება და მეტიც იქნება. სხვა საკითხია, ახლა რამდენად აშინებს ეს იმ მდგომარეობაში მისულ რეჟიმს, რომლისთვისაც ძალაუფლების შენარჩუნება ეხლა უპირობო და უალტერნატივო ამოცანა. ეს ნაწილობრივ მოქმედებს და გარკვეულწილად ასუსტებს რეჟიმს იმის პარალელურად, რომ მათ ლეგიტიმაციის ძიებაში აი ამ გზას რაღაცნაირად ვერ ადგენენ ისე, როგორც მათ უნდათ, მაგრამ საკმარისად არ ასუსტებს სისტემას შიგნიდან ისე, რომ ახლა სისტემა, ვთქვათ, ხვალდაზე ამის გამო ჩამოიშალოს. რასაკვირველია, გრძელვადაში ეს პრობლემურია ინდივიდუალურად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქმნიან ამ სისტემას. ივანიშვილი არ არის ერთი ადამიანი, ხო? ივანიშვილი დამოუკიდებლად ვერაფერი ვერ იქნებოდა, რომ არ იყოს ეს ვერტიკალი, რომელზეც ის დგას და ამ სისტემას აკონტროლებს ის აი ამ უკიდურესად კორუფციული გზით, საიდანაც არჩევანი არის სანქციები თუ აი იმის შენარჩუნება რაც აქვს და მე ვთქვათ იგივე რა ვიცი ბაჩიაშვილის თუ სხვისი ბედი გაიზიაროს და ამიტომ ნუ შესაძლოა ნაკლები ბოროტება იყოს სანქციებთან შეგუება ვიდრე მაგალითად ბაჩიაშვილის გზის გამეორება ან ბედის გაზიარება და ამიტომ ეს არის გზა როგორც მართავს ივანიშვილი და ეს არის სისტემა რომელიც აი ამ მართლობას ამყარებს ანუ ჯერჯერობით ეს ვერტიკალი მყარებს ევროკავშირის თემას რო დაუბრუნდეთ ახლა თქვენ თვითონ ევროკავშირი ჯერ თავს იკავებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე რაც ძალიან კარგია პრინციპში იმიტომ რომ ხალხი არ უნდა დაისაჯოს მართლაც მაგრამ რამდენად შეიძლება იქამდე მივიდეს საქმე რომ აი ჩვენმა ხელისუფლებამ პირდაპირ თქვას ვარი ევროკავშირში. ჯერჯერობით შეჩერებული აქვს, მაგრამ ვარც არ ამბობენ. ისევ გაიძახია რომ 2030 წელს ჩვენ მაინც გავხდებით ევროკავშირის წევრები. ამ კონტექსტში მე უნდა გავიხსენო ახლა რეკლამამდე გავიხსენე მედვედევის ბოლო განცხადება, მან პირდაპირ თქვა რომ აქამდე ჩვენ ამბობდით რომ უკრაინა თქვათ ნატოში გაწევრიანება პრობლემაა, მაგრამ ევროკავშირში არ არის პრობლემა და გაწევრიანდეს თუ უნდა. მაგრამ დღეს უკვე ევროკავშირის პრობლემა ხდება, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ევროკავშირის სამხედრო ორგანიზაციად გადაკეთდება. ნუ ეს ხვები ისმის, ხო? ევროკავშირშიც შესაბამისად, ანუ უკრაინა ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს. თუ ახლა უკრაინაზე ფიქრობს რუსეთი რომ არ უნდა გაწევრიანდეს, იგივე იფიქრებს საქართველოსაც, ხო? რომ არც საქართველოს უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში. ამას ახლა დაემთხვა დროში თუ რა იყო, არ ვიცი, აგერ გოგა ხაინდრავა, რომელიც ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ასე ვთქვათ რუპორი არის, ასეთი რამ დაწერა, უბრალოდ განაცხადა იმედის ეთერში, მინდა მთავრობას მივმართო. დავამთავროთ ეს ლაპარაკი, რომ ჩვენ ევროკავშირში შევალთ. 2030 წელს ან იარსებებს ევროკავშირი, ან არა, ჩვენი გზა გვაქვს, კავკასიელები ვართ, ჩვენგან წამოვიდა დღევანდელი ცივილიზაცია საერთოდ თქვა ბატონმა გოგა ხაინდრავამ და შეიძლება თუ იქიდან ევროკავშირიდან რაღაც სანქციები გამკაცდა, ან უვიზოზე უფრო სერიოზულად დაიწყო ლაპარაკი, ხელისუფლება გამოიძახა თქვას რომ საერთოდ აღარ გვინდა ევროკავშირი. შეიძლება, კი. და ეს არა იმიტომ რომ ევროკავშირის პოლიტიკა მკაცრდება საქართველოსთან მიმართებით, არამედ იმიტომ რომ ეს არის რუსული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და ამას ახორციელებს ივანიშვილი. ამით დავიწყე საუბარი და ეს არის ივანიშვილის მიზანი. უბრალოდ როგორც თქვენ თქვით 2022 წლამდე თუ ამის საჭიროება არ იყო და შესაძლებელი იყო რაღაც ორრელსიანი პოლიტიკის წარმოება, ვითომ ჩვენ ევროკავშირთანაც კარგი ურთიერთობა გვინდა და აი ამ გზას ვაგრძელებთ, მაგრამ მაშინ პერსპექტივაში არ იყო ევროკავშირში გაწევრიანება და ამის შესაძლებელი იყო. გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, როდესაც რეალური საფრთხე დადგა მათთვის იმისა თუ მოსკოვისთვის იმისა, რომ საქართველოს შესაძლოა ევროკავშირში გაცილებით უფრო სწრაფად გაწევრიანდეს, ვიდრე ამას ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა, მაშინვე იქნა ზუსტად ის გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც ოცნება მიიღო, რომელიც de facto აჩერებს უკვე საქართველოს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ამ მოცემულობაში ვიდრე მას ივანიშვილი მართავს, საქართველოს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, როგორც არ უნდა ახლა გოგა ხაინდრავას განცხადებები იშვიათად არის კრემლის განცხადებებისგან შემთხვევით აცდენილი, ან შემთხვევით თანხwebdriverში, მაგრამ რომც ჩავთვალოთ, რომ ეს შემთხვევითი თანხwebdriver, ამ ლოგიკითაც ცალსახაა, რომ ივანიშვილის ამოცანა არის, რომ საქართველოს ვერ გახდეს ვერც ევროატლანტიკურ, ვერ გახდეს ვერც ნატოს წევრი და ვერ გახდეს ვერც ევროკავშირის წევრი, იმიტომ რომ მათი ინსტრუქცია არის, რომ
დასავლეთი საქართველოში არ უნდა იყოს წარმოადგენილი, დასავლური ინტერესები საქართველოში არ უნდა იყოს, ამ მიზანს ემსახურება ეს რუსული კანონიც და ამ მიზანს ემსახურება ყველა ანტირუსული, ანტიდასავლური განცხადება, თუ ქმედება, რომელსაც ოცნება ახორციელებს. თუმცა ჯერჯერობით თავი მხარდაჭერების რაღაც ნაწილს მაინც ააჯერებენ, რომ არა, ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ და ევროპისკენ. ჯერ ამ ეტაპზე არ მისულან, რომ თავის მხარდაჭერებს იმასაც აჯერებენ, რომ მოსახლეობა გაიზარდა და რომ ცხოვრება მშვენიერია და რომ ეკონომიკა ამ სიტუაციაში თქვენ გამოსავალს რა შეხედავთ? ეს ის ვითარებაა, როდესაც ეხლა გამძლეობაზეა საქმე. ანუ რამდენად რომელი ძალა უფრო დიდხანს გაძლებს ეს სტატუს-კვო შეინარჩუნოს. ივანიშვილის რეჟიმი თავის ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს თუ ის სახალხო მოძრაობა, რომელიც არის დემოკრატიული მოძრაობა, იმ პროცესების მოლოდინში, რომ ივანიშვილი ცდილობს ლეგიტიმაცია მოიპოვოს საერთაშორისო, ცდილობს თავისი რესურსებისთვის კვლავ მონახოს გზა დასავლეთზე და ეს ჯერ არ ხდება. ეს არის დრო, რომელსაც ამავდროულად იგებს დემოკრატიული მოძრაობა, მაგრამ რომელიც ყოველდღიურად უფრო ძლიერი რეპრესიების ქვეშ არის. ამიტომ პროგნოზებს თუ გავაკეთებთ, მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე პესიმისტური ვიქნები, მე განცდა მაქვს, რომ ეს არის ბრძოლა, რომელსაც საქართველო აგებს დღეს რუსეთთან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება, რომელს აღმოაჩნდება უფრო მეტი გამძლეობა, იმიტომ რომ ალბათ ყველას ვერ დაიჭერენ, ალბათ ყველას ვერ დახოცავენ, ალბათ ყველას ვერ განდევნიან და რაღაც ეტაპზე ეს რეჟიმი გადაწყდება, იმიტომ რომ დასავლეთი თავის პოზიციებს საქართველოსთან მიმართებით არ იცვლის და დასავლეთის გარეშე მუდმივად დიქტატურის შენარჩუნებას მაინც მეტი რესურსი ჭირდება, ვიდრე ივანიშვილს გააჩნია. ეს არის ძალიან მცირე იმედი, რომელიც შეიძლება ეს დროში ძალიან გაიწელოს და ამ გაწელილ დროში შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი დაზიანდეს. ნუ ჩვენ ხედავთ ახლა ფაქტობრივად ოპოზიციის ყველა ლიდერი უკვე ციხეში არის. მე ვახსენე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით მოსმენა, არ ვიცი ხა ასეთი რამ მართლა მეც ყველაფერი შეიძლება წარმოიდგინო უკვე, მაგრამ ასეთი რამ მართლა მიგვი, იმიტომ რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის პოლიტიკური ორგანო, სადაც მიდის შეუძლებელი პოლიტიკური დებატები დარბაზში იქნება თუ კულუარებში იქნება, სადაც ამ დებატებში იქნება თუ დაპირისპირებაში ერთი მხარე იმარჯვებს ან მეორე მხარე იმარჯვებს, შეუძლებელი პოლიტიკური პროცესია, იქ წინა ჯერზე ოპოზიციის წარმომადგენლება აჯობეს ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ისეთი რეზოლუცია მიაღებინეს, როგორც მათ უნდათ და ეხლა გამოდიან და არ ვიცი, ფაქტობრივად გასამართლებას უპირებენ, რომ რატო გვაჯობეთ თინდა კუჩავა იქნება სალომე სამადაშვილი თუ არასაბთო ორგანიზაციები, რომ თქვენ საქართველოს წინააღმდეგ წახვედით. ხო, რაც რა თქმა უნდა, აი თქვენ სავე ლოგიკას გავაგრძელებთ, თავიანთი მომხრეებისთვის დადგმული ცირკია პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ საპარლამენტო ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები, რასაკვირველია, კი შესაძლოა ოპოზიციამ კარგათაც იმუშავა, მაგრამ ამაზე არ გადის იქ მიღებული გადაწყვეტილებები. ეს არის ძალიან კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც დასავლეთში შეიქმნა რეჟიმის წინააღმდეგ, რომლებმაც ივანიშვილს დაარქვეს სახელი, თქვეს, რომ ის არის საქართველოს ლუკაშენკო და საქართველოს პუტინი და მის მიმართ ზუსტად ის პოლიტიკური მექანიზმები ჩართეს, რომელსაც ისინი მიიღებდნენ ლუკაშენკოსა და პუტინის წინააღმდეგ. ამიტომ სრულიად აბსურდია ახლა ვიფიქროთ იმაზე, რომ აქ რაღაც ოპოზიციის კარგი მუშაობის გამო უცებ იქ რადიკალურად შეიცვალა გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ოპოზიციას რო არ ემუშავა, ალბათ საერთოდ არაფერი არ მოხდებოდა, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც დასავლეთ ზედაქალაქებში მიღებულია, იმიტომ რომ ივანიშვილი ისე იქცევა, როგორც იქცევა და არა იმიტომ რომ ვინმე იქ კარგად გამოვიდა ან კარგი პროექტი წარადგინა რეზოლუციის. ხო, ნუ საბოლოო ჯამში სადამდე მივა ეს ყველაფერი, ახლა ეს არის თავარი კითხვა. ხო, ამ სადამდე წავალ ყველაფრამდე სადამდე საშუალება ექნებათ, ყველაფრამდე წავლენ. ეს არის ავტორიტარული სისტემის გამყარება, აქ არის დიქტატურის კონსოლიდაციის ბოლო ფაზა, იმიტომ რომ სულ ბოლო რამდენიმე რგოლია დარჩენილი, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, იმ რგოლსაც ამოაგდებენ ახლა.
ზოგს დააპატიმრებენ, ზოგს სხვანაირად გააჩუმებენ და ამით დასრულდება საქართველოში ყველანაირი ფორმა, რაც კი რამე შეიძლება დემოკრატიულად შეფასდეს. მედიას არ გექნებათ საშუალება, რომ ინფორმაცია მოიპოვოთ, რომ საზოგადოებას გააცნოთ და ის ინფორმაცია, რომელსაც მოიპოვებთ, იქნება ხელისუფლების მიერ მოწოდებული და შესაბამისად არაობიექტური. ეს არის ასე ფუნქციონირებს დიქტატურა და ეს არის მათი გზა, თუ ამის შესაძლებლობა ბოლომდე მიეცათ. მათი ამოცანა ეს არის. გასაგებია. ხო, პერსპექტივა არ არის სახარბიელო. მადლობა დიდი. ნინო კალანდაძე იყო ჩვენი სტუმარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით.